და ის გარკვეული პერიოდი მსახურობდა ბათუმის წმინდა მთაზე. მას შემდეგ რაც მან გაიგო წმინდა პაისი ველიჩკოველის 8 წლის შესახებ, ის გაეშურა მის სანახავად და უნდოდა რომ დამოწაფებოდა მას, მაგრამ მოხდა ისე რომ ზღვა აღელდა და მისი ხომალდი, რომელზეც წმინდა მამა იყო, ისევ საბერძნეთის კუნძულზე გამორიყო. ის კვლავ დაბრუნდა შემდგომ ათონზე, ათონის წმინდა მთაზე და დაუკავშირდა და დაუმეგობრდა, შეიძლება ასე ითქვას, სამუდამოდ დაუმეგობრდა მაკარი კორინთელ ეპისკოპოსს, რომლისგანაც არაერთი ლოცვა-კურთხევა მიიღო. და ეს ლოცვა-კურთხევები უკავშირდებოდა წმინდა წიგნების, წმინდა მამათა ნაწერების თარგმნას და რედაქტირებას, რომელსაც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა წმინდა მამა. ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მათ დაწერეს და მათი ერთობლივი ნაშრომია, ეს გახლავთ სწავლანი იმის შესახებ, რომ განუწყვეტლად უნდა ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს, რომელსაც წერენ წმინდა ნიკოდიმოს დაწმინდელი და წმინდა მღვდელმთავარი მაკარი კორინთელი. წმინდა მამები თავისი ნაშრომის დასაწყისში ამბობენ, რომ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აქვს ნაბრძანები, რომ ეზიარებოდეს და ეზიარებოდეს ხშირად. ამას გვიბრძანებენო პირველი, უფალი იესო ქრისტეს ცნებები, მეორე, საქმე მოციქულთა და წმინდა კრების კანონები, წმინდა და ღმერთშემოსილი მამები, მესამე, წმინდა ლიტურგიის წესგანგება, თემსახურება და თვით ლოცვის სიტყვები და მეოთხე, საკუთრივ წმინდა ზიარება გვიბრძანებს ამას. გახსოვთ თქვენ სიტყვები მიიღე და სჭამეთ, რომ გვეუბნება ამ მღვდელმთავარი, ამ მღვდელი. არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა მაშინაც და სამწუხაროდ ყავს დღესაც ამ პრინციპს, მორწმუნე ადამიანების ხშირი ზიარების პრინციპს. მაგრამ თუ ადამიანი კარგად მიადევნებს თვალს, თუ ვინ გვიბრძანა, რომელთაგან 4 პუნქტი ჩვენ ჩამოვთვალეთ, მიხვდება რომ ჯერ არს მორჩილება ღვთისა, ვიდრე კაცისა. ის კითხვები, რომლებიც ხშირი ზიარების მოწინააღმდეგებს ჰქონდა და ისინი ხმამაღლა სვავდნენ ამ კითხვებს და თითქოს და თავად მოიაზრებდნენ პასუხსაც იმ კითხვებში. ამ კითხვებს წმინდა მამებმა პასუხები გაწეს აი ამ ნაშრომში. ნაშრომი საკმაოდ ვრცელია და დაწერილია იმ პრინციპით, რომ წერია კითხვა, თუ რა კითხვა უჩნდებათ ხშირი ზიარების მოწინააღმდეგეებს და წერია მისივე პასუხიც. ერთ-ერთი ეს არის ზოგადად ზიარების პრინციპთან დაკავშირებით. როდესაც იბადება ჩვილი, ამბობენ წმინდა მამები, იგი ტირის და მთელი გულმოდგინებით ითხოვს რძეს. ხოლო თუ კი მადა არ აქვს და არ ჭამს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ავადაა და სიკვდილის საშიშროების წინაშე დგას. ასეთივე გულმოდგინებით უნდა გვინდოდეს ჩვენ სულიერი საზრდელის, ანუ წმინდა ზიარების მიღება, რათა განცხოველდეთ. ხოლო თუ კი არ გვინდა წმინდა ზიარება, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი სიკვდილის საშიშროების წინაშე ვდგავარ. თუ ამაზე უფრო გასაგებად შეიძლება დაიწეროს. ადამიანი, რომელსაც ხორციელი საკვები არ უნდა, ბავშვი, ან ძუძუს არ წოვს, ან საჭმელს არ ჭამს, ეს საშიშია. სურვილი და მოთხოვნილება არ გააჩნია ჭამისა. ნიშნავს, რომ ის ჯერ დასნეულდება და შემდეგ გარდაიცვლება. და ასეთივე მდგომარეობაა, როცა ადამიანს სულიერი საზრდელის ზიარების მიღება არ უნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის
სულიერად დაუძლურდება და მოკვდება. როცა ამის მოთხოვნილება არ აქვს და ეს მოთხოვნილება უნდა იყოს ხშირი. წმინდა ივანე ოქროპირი ამბობსო, გვეუბნებიან წმინდა მამები. მას ასე რა კი ასეთი პატივის და სიყვარულის ღირსი გავხდით, ნუ მივეცემით უდებებას. განა ვერ ხედავთ, როგორი ხალისით მიისწრაფიან ჩილები დედის ძუძუსკენ, როგორი გულმოდგინებით ჩასჭიდებიან თავისი ბაგეებით. ასეთივე გულმოდგინებით მივახლოთ ჩვენც ამ წმინდა ტრაპეზს, ამ სულიერ ძეს და უფრო მეტი გულმოდგინებითაც. წმინდა მამები წერენ, ის მღვდლები, რომლებიც ბარძიმთან რწმენით მოსულ კეთილკრძალულ ქრისტიანებს არ აზიარებენ, როგორც მკვლელები, ისე განიკითხებიან ღმერთის სამჟოროზე. ამას მოწმობს წინასწარმეტყველი ოსე. დამალეს მღვდელთა გზა იუფლისაი, მოაკვდინეს სიკიმაი, რამე თუ უსჯულოება იქმნეს. მაგრამ მე მიკვირს და არ მინდა დავიჯერო, რომ არსებობენ ასეთი მღვდლები, რომლებიც ბარძიმთან მოსულ ქრისტიანებს უკანვე გააბრუნებენ. ამბობენ წმინდა მამები. საუბარია იმაზე, რომ თუ კი ადამიანი მოემზადება, თუ კი ადამიანი ნანობს თავის წოდებს, თუ კი ადამიანმა ისინანული აღსარებამდე მიიტანა, მას სასულიერო პირი რა უფლებით უგრძალავს მას ხშირ ზიარებას. ძალიან ხშირად გაიგებ, დღესაც კი გაიგებ და თურმე მაშინაც იყვეს შესიტყვება. აი კითხვა. ზოგიერთი ამბობენ, რომ ღირსი მარიამ ეგვიპტელი და ბევრი სხვა მეუდაბნოე თუ მოღვაწე, მხოლოდ ერთხელ ეზიარნენ თავიანთი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ამას მათი განწმენდისათვის ხელი არ შეუშლია. ახლა პასუხი. ასეთებს მიუგებთ, რომ მეუდაბნოები არ მართავენ ეკლესიას, ხოლო ეკლესია მეუდაბნოეთათვის არ ადგენს წესებს. მაგრამ თუ კი ზემოხსენებულ მეუდაბნოებს ექნებოდათ ზიარების საშუალება და მაინც უარს იტყოდნენ ამ ზიარებაზე, მათ ეს საქციელი კანონის დარღვევასა და საღვთო საიდუმლოს უგულებელყოფაში ჩაედინებოდა. ანუ ისინი ეზიარენ მაშინ და იმდენჯერ, რამდენი საშუალებაც მიეცათ, მათი მცონარების გამო არ ყოფილა მათი ზიარების იშვიათობა. ჩვენ კი მცონარობის ან რომელიღაც სასულიერო პირის არაგონიურული, პირდაპირ უგუნური საქციელის გამო შეიძლება ვეზიარებოდეთ იშვიათად. თითქოს და იმიტომ, რომ თურმე გაუბრალოვდება ადამიანის შინაგანი დამოკიდებულება ზიარების მიმართ. წმინდა მამები, მაგარი კორინთელი და ნიკოდიმოს დაწმინდელი გვეუბნებიან, რომ იშვიათ ზიარებად ითვლება თუნდაც კვირაში ერთხელ რომ ეზიარება ადამიანი. და თუ კიდე უფრო იშვიათად ეზიარება ადამიანი, ეს უკვე რაღაცა თქვენ გასაგებია. აი რას ამბობენ წმინდა მამები თავის ამ ნაშრომში. წმინდა ტიმოთე ალექსანდრიელი ეშმაკეულებსაც კი უფლებას აძლევს ეზიარო ყოველ კვირა დღეს, თუ კი ისინი საღვთო საიდუმლოს არ შეურაცხყოფენ. იგი ამბობს, მორწმუნე ეშმაკეული თუ არ არღვევს საიდუმლოს, ან სხვაგვარად არ გმობს მას, უნდა ეზიაროს, მაგრამ არა ყოველ დღე. მისთვის საკმარისია ზიარება კვირიდან კვირამდე, ანუ კვირაში ერთხელ. ანუ ეს ტიმოთე ალექსანდრიელის ეს სიტყვა ჩაწერილია დიდ ჟულის კანონში. ანუ ჩვენ სწავლებად გვაქვს მოცემული ეს, რომ უნდა ვაზიარებდეთ თუნდაც სულიერად ავადმყოფებს, მაგრამ არა ხშირად, კვირაში ერთხელაც საკმარისია. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასე ხშირი ზიარებით, როგორც უკვე ვთქვით, გაუუბრალოდებათ ადამიანებს სიწმინდისადმი დამოკიდებულება. და გვეუბნებიან, რომ კინაღამ ანგელოზებრივი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, რომ ეზიაროს. მაშინ ასეთ მღვდლებს პირდაპირ უნდა ვკითხოთ, წმინდა მამები ამბობენ, თვითონ რატომ ეზიარებიან, ანგელოზებრივად ცხოვრობენ ეს მღვდლები? თუ რაიმე უპირატესობა გააჩნია მღვდელს,
წმინდა ზიარებასთან მიმართებაში. ან გონია რომ თვითონ აკურთხა ის ზღვენი და არა უფალმა. უფალმა ჩვენ გამოგვიყენა სასულიერო პირები იმისათვის რომ ეკურთხოს და მაკურთხეველი შემწირველის და შეწირულიც თავად უფალია და არა მღვდელი. რაც შეეხება ასეთი სასულიერო პირებისადმი წმინდანების დამოკიდებულებას ისინი გამოხატავენ ციტატაში რომელიც აქ მოაქვთ. ეს არის მელენტი აღსარებელი წმინდა მამის სიტყვები. არ უნდა ვუსმენდეთ ჩვენ მონაზვნებს და არც პრესვიტერებს უნდა ვუგდებდეთ ყურს, პრესვიტერებს ანუ მღვდლებს. როდესაც მათი სწავლა მოძღვრება არ ეთანხმება კანონს და სჯულს. მათი რჩევები კი ბოროტების წყაროდ ექცევა სულს. მაგრამ რას ვამბობ პრესვიტერებს და მონაზვნებს, თავად ეპისკოპოსებსაც არ უნდა დაუთმოთ თუ კი ისინი მზაკვრულად გვარწმუნებენ სულიწმინდისათვის მავნე საქმის ჩადენას, ფიქს ან საუბარს. ანუ მამები გვანიშნებენ ამით და ესენი წმინდა მამები არიან, მე ციტატები მაქვს, აი ეს არის ის წიგნი, ამ ორი წმინდა მამის მიერ დაწერილი. ეს ჩემი სიტყვები არ არის. რომ ვიღაცა დამაბრალებდა რომ მე ეპისკოპოსებმა ისადმი ურჩობას გადაგებ. არა, აქ წმინდა მამები განსაკუთრებული სიფრთხილედ უდგებიან და გარკვევით ამბობენ. თუ კი ჩვენ ეკლესიისათვის მიუღებთ თავაზობს ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა უსმენოთ და არ უნდა დაუჯეროთ. ამაზე უფრო გარკვევით კი პავლე მოციქული გვეუბნება. ანგელოზმაც თუ გახარავთ ისა ჩვენ არ გვითხოვს მოციქულებს, შეაჩვენეთ. ეკლესიაში მოვდივართ, დავდივართ წმინდა ზიარების მისაღებად. ჩვენ ვიცით რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი სიწმინდე წმინდა ზიარების, ანუ ქრისტეს ხორცის და სისხლის მიღებაა. რომელზეც თავად უფალი გვეუბნება რომ ვინც არ მიიღებს ჩემს ხორცს და ჩემს სისხლს არ ეზიარებაო, ის ჩემთან არ არის და მე მასთან არ ამავალ. და ყოველ წირვაზე გამოდის სასულიერო პირი და ამბობს რომ შიშითა ღვთისადა და საარწმუნოებით მოდითო ბარდიმთან. მანამდე ძველის კურთხევაზე ამბობს მიიღე და სჭამეთო ეს ხორციო. სვით ამისაგანო ეს ჩემი სისხლიაო. მაშინ უნდა დააყოლოსო მე მხოლოდ ზოგიერთების ვამბობ ამას და არა ყველასთვის, ყველასთვის ამბობს ის. და ყველა ადამიანი ვინ წირვას ესრება არათუ უფლებამოსილია, ვალდებულია რომ მომზადებული მოვიდეს და ეზიაროს ყოველ იმ წირვაზე, რომელ წირვასაც ის დაესრება, თუ მას ეპიდემია არ აქვს, ანუ სულიერი სასჯელი არ აქვს. აბა მას რატომ არ ვეზიარებით? აი ხა ცოტა ხანში ორი მღვდელი გამოვათ საზიარებლად. ძალიან მცირე ნაწილი, სადაც მცირენი ვარ დღეს. აქედან კიდე უმცირესი ნაწილი დარჩება ზიარებაზე. აი აქ იქნება ზიარება. რამდენი თქვენგანი გავბრუნდება და გავა იმისათვის რომ იმ კეთილი საქციელისა გამო რომ აი სხვები ეზიარებიან მიერა და ხელი რომ არ შეუშალო გავალ გარე. და ხელს კი არ უნდა უშლდეთ ვინმეს. ბარძიმი გამოდის. მღვდელი გეუბნებათ რომ შიშითა ღვთისადა და საარწმუნოებით მოდითო და მიიღეთო. და თქვენ ზურგს აქთებს ბარძიმს და გაძიხართ ტაძრიდან. ზოგიერთებს ხანდახან წმინდანების სიტყვები ნაკლებად ნიშანდობლივად ეჩვენებათ ხოლმე და ცოცხალი ადამიანების სიტყვები უღრმ მნიშვნელოვანი გონია და ამისათვის ჩვენი პატრიარქის სიტყვებს გეტყვით. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვებს. ხშირ ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთს მიაჩნია რა თავი უღირსად წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ეს მიუტევებელი შეცდომაა და ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ. როგორც არ უნდა მოვემზადოთ, განაოდეს მე ვიქნებით ღირსი მივიღოთ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენითა იესო ქრისტესი. ჩვენი წოდების სიმძიმის შეგნებით და უფლის მოწყალების იმედით უნდა მივიახლოთ ამ უდიდეს საიდუმლოს. ამბობს ხშირი ზიარების მომხრე ჩვენი კათოლიკოს პატრიარქიც. ეკლესიის სწავლების დაცვა ეს არის ჩვენი აუცილებელი მოვალეობა. სულაც არ უკავშირდება ზიარებას, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს გვიწევს ხანდახან ქუჩაში გასვლაც კი და ზოგიერთს გონია, რომ ეს რაღაც უღირსი საქციელია თითქოს. უფალი, როდესაც კაცობრიობაზე სჯის მთლიანად კონკრეტული ცოდების გამო,
იმ წოდების დღეს ხელახლა შემოტანაზე და ცხოვრების ჯანსაღწესით გასაღებაზე განსაკუთრებულად ამაღლებული და ღირსეული პასუხი უნდა გქონდეს, თუნდაც ფიზიკურ დადგომამდე. ეს ამაში ვალდებულია ყოველი სასულიერო პირი, ეპისკოპოსიც, მღვდელიც და დიაკვანიც და ასევე ყოველი მორწმუნე ადამიანი. აბა კიდე რაღა უნდა მოხდეს? უფალს აგინებენ, ხმას არ ვიღებთ. ბიბლიაში დასაფუძლებულ პოსტულატებს უარყოფენ, ხმას არ ვიღებთ. და თავი კიდევ სასულიერო პირები და მორწმუნე ადამიანები გქონია. ვიდრე ცოცხლები ვართ, ეს ჩვენი მოვალეობაა. მე შეგახსენებთ ერთ-ერთი დიდი წმინდანის, წმინდა თეოდორე სტუდიელის სიტყვებს. რჯული იღება და ჩვენ არ ვიღებთ ხმას. და ვამბობთ, რომ მე არც მეფე ვარ, არც ეპისკოპოსი და არც მღვდელი, მე ერთი ლუკმა პურის საშოვნად გამწესებული კაცი ვარ. და მე ვინმე მეკითხება ამ თემაზე ხმამაღალ სიტყვას. ქვები ღაღადებენ და შენ დუმხარო და ვაიშენო, ამბობს წმინდა თეოდორე სტუდიელი. უფალი ყოველთვის გამოაჩენს საკუთარი სარწმუნოების დამცველ ადამიანებს. თავარი ის არის, ჩვენ თუ ვიქნებით იმ დამცველთა შორის. და თუ არ ვიქნებით, ეს მაშინ ვაიჩვენ, ჩვენზეც იქნება ნათქვამი. და ნუ რა მეგონება, რომ ვიდრე ჩვენ ცოცხლები ვართ, არ გამოჩნდებიან ის 7,000 კაცი მაინც არ გამოჩნდება, თუ კი ჩვენ არ დავიცავთ. რომელზეც უფალი ამბობს, რომ მე კიდე მყავსო შენახული. დაცული 7,000 კაცი, რომელსაც ბაალის კერპისათვის მუხლი არ მოუყრიაო. თუ ჩვენ ვისუსტებთ, გამოჩნდებიან ის ადამიანები, ის 7,000-ნი, ან ქვები ეღაღადებენ, მაგრამ სამწუხარო იქნება ის, რომ მათში ჩვენ არ ვიქნებით, ჩვენ და საცხოვნებლად. არ დავადასტურებთ ღვთისა და ჩვენივე ხალხის წინაშე, რომ ჩვენ ამ ურჯულოებისა და სიბრძნის მიღებნი არ ვართ. და ნუ გეშინიათ, რა სიტყვის რომელიღაც ტელიარხი, რა სიტყვის თუნდაც ხელისუფლება, რომელიც 9 ქარცეცხ შუა არის გახვეული და აღარ იცის, თან არ უნდა თვითონ ჩატარდეს, თან არ უნდა რომ ევროკავშირი და იქით ხები და სხვები მოიძულონ და არიან ასე გაუბედურებულ მდგომარეობაში. არა, ამ ყველაფერს ჭირდება მტკიცედ დადგომა და უფალი ამბობს, რომ ვინც მე უარყოფს სიტყვით ენით, მეც უარყოფო წინაშე მამისა, ჩემისა, ზეცათასაო. ჩვენ არ უნდა უარყოფთ ღმერთს და მისი მცნებები. ჩვენ ხმამაღლა უნდა დავადასტუროთ. წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელის მეოხებით და ლოცვებით, წმინდა მაკარი კორინთელის ლოცვებით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ თქვენ, ჩვენი ქვეყანა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამინ.